გეგმავს გაერთიანებული ოპოზიცია გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერები თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში იკრიბებიან, როგორც წინასწარ დაანონსდა შეხვედრაზე უნდა დაისახოს მოქმედების სამომავლო გეგმა. ლიკა ალელიშვილს ვთავთ პირდაპირ ეთერში ფილარმონიიდან. ლიკა, გისმენთ. ფასილ ჯერჯერობით არ დაწყებულა შეხვედრა გაერთიანებული ოპოზიციის საკუთარ ამომრჩევლებთან. ისინი ამ დროისთვის ფილარმონიაში იკრიბებიან გაერთიანებული ოპოზიციის ამომრჩევლები და ისინი მოისმენენ ოპოზიციის ლიდერებისგან სამომავლო გეგმებს, შეთავაზებებს, როგორც ჩვენ ვესაუბრეთ რამდენიმე ლიდერს, ისინი ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ დღეს თავიანთ ამომრჩეველს ისინი შესთავაზებენ რამდენიმე წინადადებას, თუმცა ეს წინადადება მედიისთვის ჯერჯერობით უცნობი რჩება, რადგან ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ჟურნალისტებიც მათი სამოქმედო გეგმების შესახებ შევიტყობთ ამომრჩევლებთან ერთად შეთანხმებით, ან კონსენსუსით მიღწეული შეთანხმების შემდეგ. რაც შეეხება კიდევ ერთი ლიდერის, გაერთიანებული ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას, განცხადებას, რომ ის მოუწოდებს ხალხს სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ, გაერთიანებული ოპოზიციის სხვა ლიდერები დღესაც არაკეთებენ ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით კომენტარებს და არ აცხადებენ მედიასთან, ეთანხმებიან თუ არა მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებას, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი დღეს საკუთარ ამომრჩეველს სკაიპის მეშვეობით მიმართავს და სავარაუდოდ სულ ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც ამომრჩეველებთან შეხვედრა დაიწყება, ჩვენ ჟურნალისტებიც გავარკვევთ თუ რა გეგმები აქვთ სამომავლოდ ოპოზიციის წევრებს. Ამ შეხვედრის მიზანი არის, რომ გავცვალოთ აზრები, ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზე, რას ვაპირებთ, რას გეგმავთ, როგორ იქნება ჩვენი ბრძოლის სტრატეგია და ტაქტიკა. ბუნებრივია, რომ ყველამ დაინახა და მთელმა საქართველომ დაინახა, რომ ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო სპეცოპერაცია საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, შესაბამისად ჩვენ უნდა მივიღოთ გარკვეული ადეკვატური ზონები, პოლიტიკური ნაბიჯები უნდა გადავდგათ. შესაბამისად დღეს კოალიციის ყველა წევრი სუბიექტი იქნება აქ წარმომადგენელი, ჩვენი მხარდამჭერები, უბრალოდ ის ადამიანები, რომლებიც მივიდნენ საარჩევნო უბნაზე და 5 ნომერი შემოხაზეს და ერთად დავსხდებით და განსაზღვრავთ ჩვენ სამომავლო გეგმებს. განიხილება ჩვენი გაერთიანებული ოპოზიციის საერთო სამოქმედო გეგმა. მიხეილ სააკაშვილის განცხადება არ განიხილება დღეს. ამას ყველაფერს ნახავთ ჩვენ განცხადებებში. იმისთვის რომ შეკრებილი რომ იქედან ვისაუბროთ. როგორც გითხარით, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა თავიანთ ამომრჩევლებთან ფილარმონიაში რამდენიმე წუთში დაიწყება და სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი თუ რას გეგმავს სამომავლოდ ოპოზიცია. მადლობა ლიკა, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან ლიკა ალელიშვილი გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში.